ერთ-ერთ წინა ბლოკში მე ორი მწარე სიტყვა ვთქვი ჩემს კარგ ნაცნობზე მეთქი ასე ვიტყვი ან გავუბედავ და ვიტყვი მეგობარზე აკამორჩილაძეზე გიო ახვლედიანზე მე მგონია რომ ყველამ ვინც ცნობილები არიან ვართ ავტორიტეტებს წარმოადგენთ თუნდაც 3 ადამიანისათვის 5 ადამიანისათვის ამ ძნელბედობის ჯამს უნდა ამოვიღოთ ხმა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი სახელისთვის მნიშვნელოვანია გამოხდება ხანი და ჩვენ შეგვაფასებენ არა მხოლოდ იმით ნამდვილად კარგი ექიმები პედაგოგები ჟურნალისტები ხელოვანებიდან მწერლები მუსიკოსები ხატრები ვიყავით არამედ ჩვენი სამოქალაქო პოზიციის გამოც ჩვენ სამოქალაქო პოზიციასაც მიაქცევენ ყურადღებას შემდგომი თაობები იტყვიან რომ ერთი აი ის არ იყოს სულად ძალიან კარგი მწერალი საუკეთესო მწერალიო მაგრამ იტყვიან რომ ის საუკეთესო მოქალაქე კი აღმოჩნდაო ეს არ იყოს საუკეთესო ჟურნალისტი მაგრამ საუკეთესო მოქალაქე კარგი მოქალაქე კი აღმოჩნდა იმიტომ რომ უშიშრად ავრცელებდა თავის სიტყვას მხატვარზეც იგივე სიტყვიან და იტყვიან და არ ვიცი ნებისმიერი პროფესიის ადამიანზე ისტორიკოსებზე რასაკვირველია პირველ ყოვლისა და არა მხოლოდ ისტორიკოსებზე ამიტომ აკამორჩილაძეზე როცა ვთქვი ორი სიტყვა წარებეთქი რა უფლება მაქვს მაგრამ მაინც წარე მძიმე სიტყვა ვთქვი ერთგვარი სინანულით გულდაწყვეტით აკას გიო ახვლედიანის ხმა ჩვენ არ გაგვიგია ეხლა გაუჩნდებიან მისი კარგი ჩემზე ჭკვიანი მცველები აკა ასეთია მეტყვიან გიო ისეთია ამასაც დააბატებენ მას არ უყვარს გამოჩენა საზოგადოების წინაშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მაგრამ მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ აკიგითხარით თუ უყვარს თუ უხდება უწევს საუბარი 20-იანი წლების გასული საუკუნის 20-იანი წლების საქართველოსი არ მე-19 საუკუნის საქართველოსი და კარგადაც საუბრობს ის წარსული ამბავია იმას ვეღარ გამოასწორებ ამბავია ოკუპაციას 21 წლისა და ახლანდელ ოკუპაციას რომ იმდიდარეობს რომ უნდა შეეწინააღმდეგო ეს ხო ფაქტია ჩვენ წმინდა სიტყვა კვლავ უშიშრად მოვფინოთ ხალხში ამას მე კი არ ვამბობ კაცო ილია ამბობს ჩემო კალამო ჩემო კარგო რა გინდა ტაში რასაც ვსახურობთ კვლავ ერთგულად ჩვენ მევსახურობთ ტაში კი არ არის აუცილებელი მართლა მწერლისათვის ოხ რა კარგად დაწერე ეს ნაწარმოები ფანტასტიკურია რასაკვირველია მაგრამ კარგია მისასალმებელია მაგრამ სამოქალაქო პოზიცია გიგითხარით გაცილებით მნიშვნელოვანია მეთქი ჩემი აზრით ეხლა სხვა თემაზე ვილაპარაკებ სწორედ ამავე თემაზე ვილაპარაკებ სხვა რაკურსით 1959 წელს პერსონალურად მე ესე მგონია მართლა სწორად შეშლილი ვარ შეიძლება მაგრამ მაინც 1959 წელს თავი მოიკლა კაცმა რომლის მსგავსიც მასშტაბში როგორც პოეტი არავინ გამეორდება ამ კაცს თუ თლად გულახდილები ვიქნებით გალაქტიონზე ლაპარაკობ ამ კაცს ბოლო სიკვდილამდე ბოლო ალბათ 30 წელი 25 წელიწადი 30 წელიწადი თლად შემოქმედებითი მწვერვალები არ დაუბრყნია მე თუ მკითხავთ საერთოდ არტისტული ყვავილების შემდეგ ესეთი განსაკუთრებული შედევრები არ შეუქმნია კარგი ცოტა იკადავწევიქით მაინც და ვიტყვი რომ აი 27 წლის 25 წლის შემდეგ მეთქი 1925 წლის 30 წლის კარგი შემდეგ მეთქი ვიტყვი ანუ 30-დან 59-მდე კი არის 29 წელიწადი გასული მეორე შემეგავა თემა და მეტყვის რომ არ მინდა შემეშალოს მაგალითად ნიკორ წმინდა მისი გადაქტიონისა რომელიც ძალიან კარგი ლექსია შედევრი არ არის
მაგრამ ძალიან კარგი ლექსია. გალაქტიონმა დაწერა 1900 არ მინდა შემეშალოს 47-ში თუ არ ვცდები. ან უკანასკნელი მატარებელი დაწერა 37-ში მეუღლეს უძღვნა. მატარებელი დუბს როგორც ლავა, გახსოვთ ხო? მატარებელი 5 წუთში გავა, ვინც ხვებს აცილებს დროა ჩასვლისა. მატარებელი 5 წუთში გავა. ახლა დაიძრა რკინის ბორბლები, ვეღარ აქ გემშვიდობები. ნახსოვს რაღაცეები. მოკლედ მე მგონია რომ გალაქტიონი შემდეგ ჩვენ უზარმაზარი მასშტაბის პოეტი არ გყოლია. გალაქტიონი მსოფლიო დონის პოეტია. ვერ თარგმნეს გალაქტიონი, იქნება რომ ვერ თარგმნეს, იმიტომაც არის. პასტერდა ქსუმდორა სხვა შორის თარგმნა. საინტერესო ისტორიაა ეს, ოდესმე თუ მექნება დრო ვისაუბრებ ამ თემაზე. მაგრამ ის რომ გალაქტიონის შემდეგ ჩვენ უზარმაზარი მსოფლიო მასშტაბის პოეტი არ გყოლია, ჩვენ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გყოლია და არ გყავს კარგი პოეტი. ერთი მათგანი ზვიადი, რატიანი, ციხეშია. ჩვენს დროებაში აი ახლა სოციალები ვინც არიან, მათზე ვლაპარაკობ. ვინც აც გარდაცვლილია, ზოგი მათგანი შეიძლება მოგწონდა, ზოგი მათგანი ძალიან პათეტიკური იყო 60-იანი წლების პოეტები, გალაქტიონის შემდგომ. მაგრამ შეიძლება მოგწონდა, იმ ხანად მაინც მოგწონდა, მაგალითად, ხო? ზოგს რეზო აბაშუკელიც კი მოსწონდა. მე რეზო აბაშუკელი პოეტად არ მიმაჩნია, მაგრამ ბევრს მოსწონდა, ზოგს მოსწონდა და ამბობდა, რომ აი 2-3 ლექსი რეზოსაც კი აქვს დაწერილი. მუხრან მაჭავარიანი მოსწონდათ. ირაკლი აბაშიძეც მოსწონდათ, კაცო, არათუ რეზო აბაშუკელი და მუხრან მაჭავარიანი. ირაკლი აბაშიძეს აქვს 1-2 კარგი ლექსი დაწერილი, 1-2, მეტი არა ალბათ. ოენავ ჩემოდე და აედენა ოენავ შეჩვენო ნიჭოს რბოლავ და ფრენავ, ხო, ასე მაგალითად. გრიგოლა აბაშიძის ლექსი არ მახსენდება. ჩემზე მაგრები არიან, ვისაც ახსენდება, მაგრამ არა. მურმან ლებალიძე მოსწონდათ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჯანსუღი. ჩვენ აკითხარით, ყავდა ესეთი გალაქტიონთან შედარებით რა მოსატანია, მაგრამ ასეთი კაცები, ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც ლექსებსაც წერდნენ. 60-იანებში, 70-იანებში, 80-იანებში, 90-იანებში, ოკეი. 2000-იანებში კარგი კიდევ ოკეი. მაგრამ ამავდროულად ყავს ეხლაც ერთი და შეიძლება მეტი ცოცხალი მართლა მასშტაბური კაცის, მართლა მასშტაბური პოეტი, ორი, ასე ვიტყვი, მათ შორის დავით მაღრაძე არ არის, გაგიკვირდებათ და კოცებს, რაც არ უნდა პრიზები მოიგოს იტალიის რომელიღაც ქალაქებში. ხო, ორი მინიმუმ და შეიძლება მეტიც პოეტი, კარგი პოეტი. ერთ-ერთი მათგანი არის დროს რომ სათანადოდ გასცქერის ისეთი ზვიად რატიანი და მეორე ზვიად რატიანზე ბევრად უფროსი დროს რომ სათანადოდ გასცქერის და სწორად აფასებს და ეს მნიშვნელოვანია რომ ადამიანები, მოქალაქეები არამხოლოდ კარგი პოეტები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, ჟურნალისტები, ექიმები თუ პედაგოგები იყვნენ, არამედ დროს შესაბამისად გასცქეროდნენ. და ეს მეორე პირველი არის ბესიკ ხარანაული, რომელიც ჩვენ გვანებიურებს დროის შესაბამისი ძალიან კარგი ლექსებით. დროის შესაბამისი სწორი სიტყვით. იქნება ყველაზე უფრო სწორი სიტყვითაც კი ჩვენ სინამდვილეში პოეტებს შორის, პოეტების მხრიდან წარმოთქმული სწორი სიტყვით. რომელსაც ამ ლექსებს პრაქტიკულად ვერაფერს დაუწუნებ. ლექსტ კრიტიკოსი რომ იყო, კრიტიკოსი რომ იყო. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, იანვარში შესაძლოა თებერვალში, მოკლედ აი ეს რევოლუციური დიდი ტალღარო იყო. ბევრი ხალხი მოგამოდიოდა, ბატონი ბესიკი ბევრ ხშირად წერდა და ბევრ სწორ სიტყვას წერდა. ამ ბოლო პერიოდში შემოეიშვიათა სიტყვები ბატონ ბესიკსაც კი, თუმცა თლად არ დადუმებულა ცხადია. სხვა პოეტები, ან პოეტებად წოდებულები, სდუბად, სამწუხაროდ.
მწერლების. ხო და პლატონმა ბესიკმა ახლა თქვა ამგვარი რამ. პატიმრებზე თქვა. და გარდაულად აუცილებელია რომ ყველა ვაკი გითხარით ხატვარმა თქვას პატიმრებზე და ხატი დახატოს. ან თქვას, წარმოთქვას სიტყვა, ან დაწეროს სიტყვა. მუსიკოსმა დაწეროს სიტყვა დაპატიმრებულებზე. მე ხო იმაზე არ ვთხოვ ირაკლი ოქრუაშვილზე სიტყვის დაწერას, რომელიმე წერალს. პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზე არავის არ ვთხოვს ერთ არაფერს, მაგრამ არაფერს კიდე არ მოუწოდებ, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ ასე ვიტყვი. მაგრამ პერსონალებამდე ხო არ ვთხოვ რაღაც გივი თარგაბაძეზე, რა კარგად წერს გივი თარგაბაძეზე, ამაზე ილაპარაკ თარგაბაძე, ამაზე აწეროს ვინმე მწერალმა. სხვა შორის ერთი ძალიან კარგი მწერალი, საკმაოდ კარგი მწერალი. ვარს არ დავასახელებ. ერთის მხრივ ხელისუფლებას ესთები არიან, ერთის მხრივ ხელისუფლებასთან არიან ეს და მეორე ჩემი დაცნობია. და მეორე მხრივ ხელისუფლებას საკრიტიკებს. აი ეს ორმაგად თამაში როგორ არის არ ვიცი. კარგად არ მესმის. კარგი. ეგ სალკი ვილაპარაკოთ მასზე ოდეს. მოკლედ ბატონმა ბესიკმა დაწერა ამგვარი რამ პატიმრებზე. იმას ხელს ნუ ჩამოვართმევთ. ვინც არ არის ნაციხარი. რადგან ყველა დამწყდევია. ვინც კი არის კაცი ქალი. ციხეში თუ არ ხარ მჯდარი, რაღა შენ სიცოცხლე არის. ეს დაწერა ბესიკ ხარანაულმა. მოგწონთ ეს ლექსი? მოგწონთ მართლა გეკითხებით. მე გულახდილად გეტყვით რომ არ გადავირია ამ ლექსზე, მაგრამ პათოსი ამ ლექსისა ჩემთვის გულახდილად თუ გაინტერესებთ მართლა ბესიკ ხარანაულს შედევრები აქვს დაწერილი და აი ამ ორ რითმაზე და ამ რაღაც ხუთწკარეძე ხო მე შუწკარეძე მე არ გადავირიე, მაგრამ ეს არის ისტორიული სიტყვა. ხელს ნუ ჩამოვართმევთ, ხელ ჩამოსართმევნი არ არიან ისინი, ვინც ისეთი დროება დადგაო, რომ ახლა ციხეში ვინც ხედან, ხო? ან ვინც არიან ნამყოფნი ციხეში დაპატიმრებულნი, ისინი უფრო მაგრები არიან, მაგარი მოქალაქეები არიან, რომ ამას გვეუბნება პოეტი. ეს სიტყვა გადმოსწვდება, გადასწვდება ისტორიას, ეს და მსგავსი სიტყვები, პლატონი ბესიკისა და არა მხოლოდ მისი. გაივლის კიდე 20-30 100 წელიწადი და აი შთამომავლები ჩვენი, როდესაც გამოხედავენ ჩვენს დღევანდელ ყოფას 20-იან წლებს 21 საუკუნის ამ ბრძოლას, ამ თავგადასავალს, ამ ეპოპეას, ამ ამბავს. ხო, ინდივიდებსაც ამოკრებენ, რა თქვა ტაბლიაშვილმა. ბევრ ჭკვიანობს კი არ ამბობს ეს ტაბლიაშვილი, მაინც და მაინც კი იტყვის ვინმე. მაგრამ შეიძლება თქვას ერთმა ორმა, რომ აი ჭკვიანური რამე თქვაო, კარგ პოზიციაზე იდგაო. რა თქვა პოეტმა დავით მაგრაძემო? პოეტი დავით მაგრაძე დადუმებული იყო და არათუ დადუმებული იყო, არამედ საერთოდ ხელისუფლებასთან იყო მისულიო, შეკედლებულიო. რა თქვა იმ მუსიკოსმაო, რა თქვა ამ მუსიკოსმაო, ატო მეტონიძე უნიჭიერესი ქალია. უნიჭიერესი ქალია. რატო მეტონიძე? გიაყანჩელის მუზაო, ხო გიაყანჩელი ხო გენიოსი იყო? გიაყანჩელის მუზაო, მაგრამ აი რატო მეტონიძე უნიჭიერესმა დადუმება არჩია, რა მნიშვნელობა აქვს, რატომ? იმიტომ რომ მისი მეგობარია ლიზა. მაგნატიონი თავად ლიზა არის, ოჯახის წევრი ყაველაშვილისა, რაღაცა კონიუნქტურაში მოექცნეს, რაღაცა მნიშვნელობა აქვს, სამოქალაქო საკუთარი პოზიცია, ნამდვილად ამყოფოს დატო ღმერთმა კაცო, რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ესეა და მარტო დატოზეც არ ვლაპარაკობ, დატო ნიჭიერი ქალია, გასაკვირველია, მაგრამ სხვები და სხვებიც. არიან მწერლები, რომლებიც ორმაგ თამაშს თამაშობენ, ხელოვანები, ორმაგ თამაშს თამაშობენ, ხო? ხო და ბესიკ ხარანაულის ამ ლექსი არ გავგიჟდებით კი, მაგრამ 20 წლის შემდეგ, 50 წლის შემდეგ ეს ლექსიც გაახსენდება. ბევრს და იტყვის, რომ ბესიკ ხარანაულმა ამ ასაკიანმა, ამ მომენტისთვის უკვე ასაკიანმა კაცმა თქვა ეს მძიმე სიტყვა მადლობა მას. მადლობა მას, იმიტომ რომ ეს მემკვიდრეობა დატოვა. ეს წმინდა სიტყვა კვლავ უშიშრად განაგრძო ხალხში. როდესაც ბესიკ ხარანაულის მასშტაბის კაცს უპირისპირდები, ეს ასეა.
იმიტომ კი რომ განსაკუთრებული მასშტაბის არის, არამედ ერთი განსაკუთრებული მასშტაბის არის ჩვენ სინამდვილეში. მაგრამ იმიტომ რომ სწორი სიტყვის გამავრცელებელია და საერთოდ ნებისმიერი მასშტაბის კაც რომ უპირისპირდები, შენს არანაკლები მასშტაბისა უნდა იყო. არ შეიძლება ბესიკ ხარანაულზე ილაპარაკოს ყოველმა მეორე სალახანამ. ასე მგონია მე. არ შეიძლება ილაპარაკოს რობიკო სტურუას სამოქალაქო პოზიციის გამო ის უნდა გაკრიტიკდეს და რასაკვირველია მისი სამოქალაქო პოზიციის გამო უნდა გაკრიტიკდეს, მაგრამ აი კავკასიური ცარცისტრე ცუდად დადგიო, მე ამას ვერ ვიტყვი. რასაკვირველია ვერ ვიტყვი. ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია ბესიკ ხარანაულისა. პოლიტიკური მესიჯია ეს. ყველაფერი პოლიტიკაა და პოლიტიკური მესიჯია. ამიტომ ეს არ არის მაინც და მაინც მხოლოდ როგორც ლექსი ასე შესაძლებელი. ეს არის სიტყვა, ნათქვამი პოეტურად ბესიკ ხარანაულის მიერ. სწორი სიტყვა. ამიტომ როდესაც მას უპირისპირდები, შენ სწორ სიტყვასაც უპირისპირდები და ასევე უპირისპირდები ამ ლექსს როგორც პოეტურ ქმნილებას, ოღონდ პოლიტიკურ დეკლარაციას. რატო ყვები ამ ყველაფერს ამ ხელა შესავალი გავაკეთეთ 16 წუთიანი? იმიტომ რომ ერთ სალახანაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა. როდესაც ამასაც ვიტყვი, უპირისპირდები ვინმეს, მე როცა რობირ სტურუას უპირისპირდები მაგალითად სპექტაკლის გამო ნაკლებად ალბათ ეხლა რა უფლება მაქვს ვილაპარაკო მე პერსონალურად კავკასიურ ცარცისტრეზე, ხო, ვერ ვილაპარაკებ. ბრეხტზე ვერ ვილაპარაკებ. თეატრმცოდნეება, თეატრის კრიტიკოსება, ბუხრიკამ შეიძლება ილაპარაკოს, მაგრამ მე ვერ ვილაპარაკებ მათ ბუხრიკზე, მაგარი კაცი. ხო, მე ვერ ვილაპარაკებ ამაზე. მაგრამ როცა უპირისპირდები რობიკო სტურუას, ხო, მე არც ერთ შემთხვევაში ამასზე არ ვლაპარაკობ იმ ენით, რა ენითაც რეზო აბაშუკელი ლაპარაკობდა ჩვენზე ყველაზე პრაქტიკულად. საშინელებაა, ხო? სუდია. შენზე მეტყველებს პირველ ყოვლისა. აი უკვე 18 წუთი გავამალე, 17 გავიდა ნამდვილად. აი ამ ლექს იმას ხელს ნუ ჩამოვართმევთ, ვინც არ არის ნაციხარი, დამწყდევია, ვინც კი არის კაცი, ქალი ციხეში თუ არ ხარ მჯდარი, რაღა შენ სიცოცხლე არის. ამ ლექს სტატუსი უძღვნა სალახანამაც არა, არასწორად თქვი. არა მზადამ მეთქი ასე ვიტყოდი, მაგრამ ეხო დაგპირდით რომ მათზეც კი, ეხო თქვი რომ მათზეც კი, აი ბილდ სიტყვას არ ვიყი, მოკლედ რუსმა შალვა რამიშვილმა. რუსმა არც ერთ თორე რამიშვილები იმდენი გვყავს კარგები, ალბათ ვინმე შალვაც ქია, სხვა შალვა რამიშვილიც რომ გაგიჟდებით, მოკლედ პროპაგანდისტმა რუსმა შალვა რამიშვილმა. ამას დღევანდელი დროებითი დაკავების იზოლატორი ბესიკ ხარანაულსო ამასო ესე მიმართავს. ან ახლანდელი ციხე მართლა ციხე ჰგონია. აქ ერთადერთი შენიშვნა შეიძლება გააკეთო, რომ ასე მიმართავს ბესიკ ხარანაულს. ამას იმეორებს ჰგონია, რომ ციხე და მე ახლა არ წარმოვთქვა იმ სიტყვას, იმიტომ რომ მეშინია YouTube არ დაგვაჯარიბოს. დამაჯარიბოს, ამიტომ თქვენის ნებართვით არ წარმოვთქვა ამ სიტყვას. ამას გონია რომ მართლა ციხე გონია, ამას გონია რომ ლიტერატურული სიტყვა ვიხმაროთ. კლოაკასავით გადაკეტილი ნაცები კაცურ ციხეში სხედათ. აქ უკვე არალიტერატურული სიტყვა აქ ნახმარი. მოდი ნახეთ როგორ მიმართავს და ფალოსებულო ბერიკაცო შალვა რამიშვილი მიმართავს ბესიკ ხარანაულს. მოდის ვიყრი. მე დაგელაპარაკები მიშას ჯოჯოხეთურ ციხეზე. ეს შენი ახლა ციხეში მჯდომი კურორტზე არიან შტერო, უკაცრავად შტერო შეზგარეში. აი ეს არის ინტელექტუალური დონე ქართული ოცნებისა ზოგადად და ქართული ოცნების პროპაგანდონებისა. აი ამ სიტყვის გამო არ ვიცი რა ამბელის. ამოიღეთ ხმა წერლებო. ის მაინც თქვით, რომ როდესაც ბესიკ ხარანაულს ასე მიმართავს ვინმე, ის ვინმეა ცუდი კაცი და არა ბესიკ ხარანაული, რომელიც კვლავ-უშიშრად გვესაუბრება ჩვენ თავისუფლებაზე და თავისუფლების აუცილებლობაზე და წმინდა სიტყვას ტოვებს თანამედროვეებისათვის
და შთამომავლებისათვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა